ფაქტია, რომ თქვენც აქციებზე დგახართ, მეც აქციებზე ვდგავარ. თქვენც ხედავთ ავტორიტარული რეჟიმის პრობლემას, მეც ხედავ ავტორიტარული რეჟიმის პრობლემას. თუმცა არსებობს ხალხი, მაგალითად, მოგვისმენია ხო არაერთხელ, რომ ვაიმე ამდენმა საცობმა დაგვღალა უკვე. ამდენმა საცობმა დაგვღალა უკვე შინაარსს, იმიტომ არის მოწყვეტილი, რომ საცობი როგორც პრობლემა არის სხვაში წვეთი, მაშინ როდესაც ავტორიტარული რეჟიმი დაგაშინეს თავზე. იგივენაირად ჟღერს ჩემთვის თქვენი კითხვა ძალიან პირდაპირ, რომ თქვა, რომ მაშინ როდესაც ადამიანების მკვიდრი მოსახლეობის პრობლემა არ არის გათვალისწინებული, საერთოდ მათი არსებობის უფლება იზღუდება და პირდაპირ ერთმევად საარსებო და საცხოვრებელი რესურსები შეიძლება უბრალოდ კარგად ყოფნის შესაძლებლობა ერთმევად, ნორმალურად არსებობის უფლება ერთმევად, მანდ კითხვად დასმა იმის თუ რამდენად ღირდა ამ ადამიანებისთვის საერთოდ მოსმენა, მაშინ როდესაც აი აგერ ბიუჯეტი ამის გადახდა მოგვიხდა, პირიქით კითხვას მიჩენს მე რომ ზუსტადაც რამდენად უნდა ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკური ყოველდღიურობა და კეთილდღეობა დამოკიდებული სრულად იმაზე, ინვესტორი შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა ქვეყანაში. აი ეს უფრო დგება ჩემთვის და საკმაოდ გავს ანალოგიად, როგორც აი ფოკუსს რაზე ვაკეთებთ ხო, მე ყოველდღიურობაში რა პრობლემა მიჩნდება საცობის სახით, თუ უფრო დიდი ფოკუსი რაც არის ავტორიტარული რეჟიმი, ძალიან ჩემთვის პირდაპირ დგას ეს ანალოგია. მესმის რომ შეიძლება არ იყოს ეს გაზიარებული. ხო, ორივე